Koalitsiya ცვლილებისთვის პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს მას შემდეგ, რაც კოალიციამ CSKO-სიების ჩახსნის მოთხოვნით მიმართა, ახლა კოალიციის 19 წევრი უკვე ინდივიდუალურად შეიტანს განაცხადს საკანონმდებლო ორგანოში, რომ გაუქმდეთ სადეპუტატო მანდატები. ნატალი ჯახუტაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. გისმენ, ნატალი. დიახ, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები უკვე არიან აქ პარლამენტის კანცელარიაში. სიის წევრები ინდივიდუალურად წერენ განცხადებებს მოთხოვნით, რომ შეუწყდეთ მათ უფლებამოსილება. აქ არის ახლა ნიკა მელია, რომელიც ელოდება თავის რიგს. სიის მეორე ნომერი კოალიცია ცვლილებისთვის თანათავმჯდომარე. ჩვენ შეგვიძლია მას გავესაუბროთ. კიდევ ერთხელ საზოგადოებას განუმარტეთ, რატომ დგამთ ამ ნაბიჯს და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მანდატები გაუქმდეთ დეპუტატებს. ოპოზიციონერებს. კოალიცია ცვლილებისთვის ამორჩეველმა ხმა მისცა ცვლილებისთვის. დიახაც, ერთადერთი მიზეზი უმთავრესი იყო ცვლილებები და ამიტომაც მივიღეთ მიუხედავად ყველაფრისა საკმაოდ სოლიდური ხარდაჭერა საზოგადოებისგან და ის რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ არ ნიშნავს, რომ ხალხის წარმომადგენლობაზე, ამორჩევლების წარმომადგენლობაზე ვამბობთ უარს, ცვლილებების მიღწევის მანდატზე ვამბობთ უარს, არა, პირიქით. ის რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ეს გზა გადის ამ ეგრეთწოდებული პარლამენტის სრულ დელეგიტიმაციაზე. ქართული ოცნების ეგრეთწოდებული ხელისუფლების ამ შენობაში მარტო დარჩენაზე და ახალ არჩევნებზე. დიახაც, ეს ჩვენი აქტი ამ მიზანს მიაღწევს. და მე მიმაჩნია, რომ ის ყველაფერი და არა მარტო მე დარწმუნებული ვარ თავადაც იძულებით ქართული ოცნების ამორჩევლები, ვინც დღეს ჩვენ ახალ გვისმენენ და ბატონი ყაველაშვილი წარუდგინეს ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი. ისინიც კი ფიქრობენ, რომ ის ყველაფერი რაც ამ შენობაში ხდება, ეს არის საბჭოთა საქართველოს და არაფერი საერთოდ არა აქვს პარლამენტარისტთან და შესაბამისად ამ საბჭოთა საქართველოში შემოსასვლელ საშვებზე ვამბობთ უარს. ეს არ არის მანდატი. გუშინ უკვე სიები CSKO-მ ჩაგიხსნა და თუ შეიძლება დავაზუსტებ. რეალურად ქართული ოცნების პოლიტიკურ ნებაზე იქნება ახლა დამოკიდებული ოპოზიციონერებს უფლებამოსილება შეუწყდება თუ არა, იმიტომ რომ 76 დეპუტატის ხმა არის, ხო, საჭირო იმისათვის, რომ ამა თუ იმ დეპუტატს მანდატი გააუქმოს პარლამენტმა. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რას ელოდებით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ? დააკმაყოფილებენ ისინი თქვენს მოთხოვნას? არაფერს არ ველოდებით, ცვლილებების გზა გადის, როგორც უკვე ვთქვი, სრულ დელეგიტიმაციაზე. ამ ადამიანების მარტო დატოვებაზე ამ ეგრეთწოდებულ პარლამენტში და ახალ არჩევნებზე. ყველა ჩვენი ნაბიჯი კოალიცია ცვლილებისა არის მიმართული ამ მიზნის მიღწევაზე. საბჭოთა საშვი ეს არ არის, არავინ არ მოუატყულოს, რომ ეს არის მანდატი, რომელიც წარმოადგენს ქართულ ხალხს. ეს არის საბჭოთა საქართველოში, საბჭოთა შენობაში საშვი, რომელსაც ახლა ჩვენ უბრალოდ ვაბარებთ. შესაბამისად, ბრძოლა ამ მიზნის მიღწევისთვის გრძელდება, არ ჩენენებულა, მით უმეტეს შეწყვეტილა. კიდევ ერთხელ გათენდა ის დღე, როდესაც თუ ვინმე დაამცირა, თუ ვინმე საგრძნობია, რომ არაფერს წარმოადგენენ, ეს არიან ქართული ოცნების თვითონ დეპუტატები, ამორჩევლები. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ამ ქვეყნის თავასარდალი მიხეილ ყაველაშვილი უნდა იყოს, თუმცა რატომ არის ეს გასაკვირი? იქ სადაც კალაძეა, იქ სადაც ღარიბაშვილია, იქ სადაც თავად ივანიშვილია, სიმართლე უნდა ითქვას, რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატობა? თუმცა ყველაფერი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რასაც ჩვენ გავაკეთებთ ხვალზე და მომდენო დღეებში, მოემსახურება ამ რეჟიმის ყევას და ჩამოშლას. მადლობა, თქვენ უსმენდით ნიკა მელიას